როგორია დავით გაგუას ერთი სამუშაო დღე? 24 წილადი შვედში მუშაობ. დავიწყებ ორ შაბათს, მეორე ორ შაბათამდე ასევე ვაგრძელებ. პრაქტიკულად რთული სათქმელია ერთი დღე. თქვენი ცხოვრების მთავარი წესი, რომელსაც დიდი ხანია მიყვებით? იყო სამოგალითო მოქალაქე, სამოგალითო მამა, სამოგალითო ბაბუა. ეს ცხოვრების წესია ჩემთვის, ასევე სამოგალითო მეუღლე და ასე შემდეგ. რამდენი ბავშვი დაიბადა თქვენს ხელში? 53 წელს ექიმი ვარ პრაქტიკული მუშაობით. სავარაუდოდ უკვე 60,000 გადავაჭრე. ემოცია, რომელიც პირველი მშობიარობის მიღებისას გქონდათ? პირველი მშობიარობის მიღების შემდგომ ემოცია პრაქტიკულად ის გრძელდება ყოველ დღე. იმიტომ რომ ეს ემოცია არასოდეს არ დამოვიწყდება, ეს არის ის პასუხისგებლობა, რომელიც მე განვიცადე იმ მომენტში პირველი ბავშვის პირველი ტირილი და შემდგომში აი ყოველთვის ვიძინოს რომ ეს პირველი ტირილი გავიგონა. რჩევა, რომელსაც მომავალ ექიმებს მისცემდით? რჩევა მექნება რომ იყვნენ კარგი მოქალაქეები და კარგი ექიმები. ეს გამოიხატება იმაში რომ ისინი უნდა პატიოსნად ემსახურონ თავით ქვეყანას და პაციენტი უნდა უყვარდეთ. ყველაზე გავრცელებული მითები გინეკოლოგიაში, რომლებიც გსურთ რომ დაამსხვრიოთ? რომ საკეისრო ძალიან მარტივია და საკეისრო უკეთის ოპერაციის მშობიარობა უკეთესია. ამიტომ ეს მითი უნდა დაიგრეს. გამოცდილება, რომელიც სანიტრობისას მიიღეთ? ეს გამოცდილება მე მთელი ცხოვრება გამყვა, იმიტომ რომ ექიმი არ შეიძლება იყოს წარმატებული, თუ მას გუნდი არ ახავს და პაციენტთან ავადმყოფობის დამარცხება და გამარჯვებული რო იყო და განსაკუთრებით მიანობაში ის შედგება ბევრი კომპონენტისაგან. მათ შორის საინტერესოა ძალიან დიდი არის. ამიტომ ის ემოციები, რაც საინტრობის დროს განუცადე, ასევე განუცადე ის მე ექთნობის დროს, რიგითი ექიმობის დროს და აი მომედი როცა ვარ ხელმძღვანელი და ვარ პროფესორი. ბინაზე თუ გიმშობიარებიათ პაციენტი? 42 წლის წინ მე დავიწყე მუშაობა მაღალმთიან რაიონში. ხშირად გვიწევდა ჩვენ გამოძახება მაღალმთიან სოფლებში და როცა იყო ზამთარი, იქ დაახლოებით 6 თვის მანძილზე იყო ხოლმე თოვლი, ძალიან დიდი თოვლი მოდიოდა და იყო რამოდენიმე შემთხვევა, ერთ-ერთ შემთხვევას გავიხსენებ, როცა ბრიგადა მივედით ბინაზე, უკვე მშობიარის განმოყვანა შეუძლებელი იყო, ვეღარ ვასწრებდით მის სტაციონარში გადაყვანას, ამიტომ მოგვიწია მისი სამედიცინო სერვისის გაწევა ბინაზე, იშობიარა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შემდგომში როცა ლოგინობის ხანის 2 საათი გავიდა და მისი გადაყვანა უკვე შეიძლებოდა, ამ დროს ნახეთ რომ იმ ხელათოვლი იყო მოსული, რომ ჩაიკეტა გზები და ჩვენ უკვე სასწრაფო დახმარების მანქანით ვეღარ დავბრუნდით და მოგვიწია მარხილით დაბრუნება. მაგრამ ისეთი კარბუკი იყო, რომ მოგვიწია ამ ლეიბების დემის დაგების დროს მე საბნები დავაფარეთ, ზემოდან ესე თოკით გადაუჭირეთ და ზემოდან კიდე ვათხოვდით ბავშვს და დედასაც, ესე იგი თანამშრომლები, ქალები იყვნენ, ჩემი ექთანი და სანიტარი და ისე წამოვედით მარხილით. რას შეცვლიდით დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ? პრაქტიკულად არაფერს. როდესაც პენსიაში გახვალთ, ყველაზე მეტად რა მოგენატრებათ თქვენი პროფესიიდან? ალბათ ბავშვის პირველი ტირილი. წარმოგიდგენიათ ეს პერიოდი? ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ მე ალბათ ესე ვერ წარმომიდგენია, რომ სამსახურის გარეშე ვიყო, მაგრამ თუ პენსიაზე გავალ, მაინც ალბათ ვიქნები, როგორც ალბათ იცით, ემერიტუს პროფესორები არიან, რომლებიც სტუდენტებთან მუშაობენ, ახალგაზრდა კოლეგებთან მუშაობენ, თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. შვილიშვილებს წავიყვან სკოლაში და ასე შემდეგ. ბევრ საქმეს ვნახავ მაინც, ასე რომ. როგორ წარმოგიდგენიათ მომავლის მედიცინა? მომავლის მედიცინა წარმომიდგენია, იმიტომ რომ მედიცინა სულ ვითარდება და ძალიან სწრაფი ვითარდება, მაგრამ ალბათ იქნება რობოტამდე მისული, იქნება ყველანაირი გათვლა პაციენტის უსაფრთხოებაზე და გართულებები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. რას ეტყოდით იმუნიტეტის მაყურებელს? იმუნიტეტის მაყურებელს ვეტყვი, რომ უყვარდეთ ერთმანეთი, უყვარდეთ ექიმები, დღეს ექიმებსა და პაციენტებს შორის ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე ჩატეხილი ხიდია, მაგრამ რაღაც უნდობლობა გაჩნდა,
ჩემი საექიმო პრაქტიკის მანძილზე მე ვხედავ, როგორი დამოკიდებულება აქვს განსაკუთრებით ახალგაზრდა ექიმების მიმართ და მინდა რომ უსურო იმუნიტეტსაც ძალიან წარმატება, თუნდაც იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და აი ამ ხედის აღდგენა მიდის და პირველ რიგში ეს არის ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის.